ახლა მთავარი კითხვა იქნება თუ არა მომდევნო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და ემზადება თუ არა ქართული ოცნების გუნდი სწორედ მის დასაკავებლად. შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძეს არ უარყვია, რომ ინტერესი ახლა სწორედ ქარსელაძის მიმართ არსებობს და მან ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ შესაძლოა ეჭვები ჰქონდეს საგამოძიებო უწყებებს და სწორედ მათთან გადაგვამის სამართა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, სწორედ ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდის შესახებ დევს ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც მოიცავს სამინისტროში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს და ახლა ეს არის სწორედ შესწავლის საგანი. ირაკლი კობახიძე ერთია, რომ არ უარყო, რომ შესაძლოა გაგრძელდეს დაკავებების სერია და მომდევნო შესაძლოა იყოს მათ შორის ირაკლი ქარსელაძე და მეორეა, რომ ის საუბრობს მუდმივად კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაზე. ჩვენ მას ვკითხეთ, ის როდესაც წლებია იკავებს მაღალ თანამდებობებს, რატომ ვერ დაინახა აქამდე სისტემური კორუფცია, რომელიც ფაქტობრივად ყველა სამინისტროშია და წლებია უკვე, რაც ამაზე საუბრობენ მკვლევარები, ამაზე საუბრობენ გამომძიებელი ჟურნალისტები. შეიძლება ითქვას, დღეს ქართული ოცნების სათქმელი შემდეგია, რომ ისინი აქამდე რასაც ვერ ხედავდნენ, მხოლოდ საკადრო ცვლილებების შემდეგ დაინახეს. აქამდე ვერ ხედავდით რა ხდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ყველა იმაზე, რომ სისტემაში იყო კორუფციის პრობლემა. ახლა რატომ ხართ ასე თავგამოდებით და გვიმტკიცებთ, თუ უბრალოდ ებრძვით იმ ადამიანებს, ვინც გავუშვით უკვე გუნდიდან. მადლობა, რომ ჩვენი თავგამოდება დაინახეთ. თქვენ ამბობთ, რომ თავგამოდებით ებრძვით კორუფციას და მე მაინტერესებს უბრალოდ გაშვებულებს ებრძვით თუ მართლა კორუფციას ებრძვით. შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, იყო მათ შორის საარჩევნო წელი, იყო უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, ჰქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვესები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა. რაც ხდება ადამიანის დაჯერას, ვინც არ უნდა იყოს, ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა. თუ რაიმე კითხვები გექნება თქვენ კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის საკითხი. გაქვთ ეჭვი, რომ კორუფციაში იყო ჩართული ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება ქარსელაძის კორუფციასთან დაკავშირებით საბუთები გაიქცევნა ანტიკორუფციული ტენდერების შესახებ. მე ვერავითარი ეჭვია რომ ექნება, ეჭვები შეიძლება მქონდეს მხოლოდ გამოძიებას. კობახიძესთან დღეს ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა, მან ფაქტობრივად გააფრთხილა, როგორც ჩანს, უკვე გაშვებულები გუნდიდან, რომ ვერავინ ვერ მოახერხებს ფულის მშვიდად დახარჯვას, ვინც კორუფციის წყალობით მოახერხა ამ ფულის შოვნა. ასევე ბუნებრივია საინტერესო იყო კობახიძის პოზიცია, თუ რა მისიით აგზავნიან მიხეილ ყაველაშვილს გაეროში, სადაც უნდა შედგეს მისი სიტყვით გამოსვლა. კობახიძე ამბობს, რომ ეროვნული ინტერესები იქნება ის, რაზეც ისაუბრებს მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა დამაზუსტებელ კითხვებზე მას აღარ უპასუხია. ძალიან საინტერესო იყო კობახიძის პოზიცია ამ საკითხზე, რადგან მაგალითად კალაძემ დაანონსა, რომ ყაველაშვილის მთავარი სათქმელი იქნება მხილება, ამიტომ საინტერესოა deep state-ზე აპირებს თუ არა ის საუბარს და კობახიძის პოლიტიკური კრახის შემდეგ გასულ წელს იქნება თუ არა ყაველაშვილის ვიზიტი ერთგვარი გადაფარვის მცდელობა. ყაველაშვილი რა მიზნით გაუშვით? კახა კალაძე მაგალითად თქვა, რომ ილაპარაკებს მხილება იქნება ერთგვარი მისი გამოსვლა. deep state-ზე აპირებს საუბარს თუ რა გზავნილები უნდა ჩაიტანოს მანამდე? საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ბოლო პერიოდია განსაკუთრებით ქართული ოცნება მუდმივად საუბრობს კორუფციაზე, სავიზიტო ბარათად იქცა მათთვის ამ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილ თანაგუნდელებზე იერიშის
მიტანა ყოფილი თანაგუნდელების დაკავებების სერია. ახლა ხანს აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში კორუფცია და ახლა მთავარი მოლოდინი არსებობს უკვე სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელზეც დღესვე კითხვები დავსვით კობახიძესთან, არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი უწყება, რომელშიც დიდი ფული ტრიალებს და ამიტომ ახლა საკითხავია სწორედ ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი გახდება თუ არა ქართული ოცნების გუნდის მორიგე სამისტრო.